საღამოშვიდობის 20 ნოემბერს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად დღის მნიშვნელოვან სიახლეებს წარმოგიდგენთ. APM ტერმინალს ფოთის კომერციული დირექტორი წელს დამუშავებული კონტეინერების მოცულობით რეკორდულ შედეგებს აანონსებს. IBRD-ის კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელის ალკის ვრიენიოს დრაკონისის ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს კერძო სექტორისათვის 300 მილიონი ევროთი დახმარების გაწევას გეგმავს. საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს მოთხოვნა სარეგისტრაციო მონაცემების განახლების თაობაზე დააკმაყოფილა. რეესტრში კომპანიის განახლებული ამონაწერი უკვე ატვირთულია. ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის 5.6%-იანი მატება ფიქსირდება. საქართველოს-სომხეთის ურთიერთობები პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებებში სწრაფად ვითარდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის თანამშრომლობა მჭიდრო და პრაქტიკულია. მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლა კი არსებული პარტნიორობის გაძლიერების ნათელი დადასტურებაა. ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე ანუ შუადერეფანში ტვირთბრუნვა მზარდია, თუმცა მონაწილე ქვეყნებს შორის მეტი კოორდინაციის და დამატებითი ინვესტიციების საჭიროება იკვეთება. ამ საკითხზე დღეს ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში იყო მსჯელობა. ღონისძიების მონაწილეებმა თქვეს, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება, მათ შორის პორტების შეზღუდული გამტარუნარიანობა და არასაკმარისი ლოგისტიკური ცენტრები. როგორ უნდა შეინარჩუნოს შუადერეფნის მარშრუტმა მზარდი კონკურენციის პირობებში აქტუალობა და რაც ძირითადი გამოწვევების წინაშე არიან მონაწილე ქვეყნები. უცე შუბაშვილის სიუჟეტი ვნახოთ. ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე, ანუ შუადერეფანში ტვირთბრუნვა მზარდია. 2025 წლის 6 თვეში ამ მარშრუტით 2.300.000 ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორ უნდა შეინარჩუნოს შუადერეფნის მარშრუტმა მზარდი კონკურენციის პირობებში აქტუალობა და რა ძირითადი გამოწვევების წინაშე არიან მონაწილე ქვეყნები. ამ საკითხებზე მსჯელობდნენ ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში. გაციფრულება მონაწილე ქვეყნებს შორის მეტი კოორდინაცია და დამატებითი ინვესტიციების საჭიროება ინფრასტრუქტურაში. სწორედ ეს საკითხები გამოიკვეთა ღონისძიების ფარგლებში. ჩვენ ის ისტორიული შანსი, რომელიც გვაქვს, ჩვენი ამ შემთხვევაში საქართველოს როგორც მედროშე ქვეყნის აზიის ევროპასთან დაკავშირების ფორმატში, ეს შანსი არ უნდა გაუშვათ, ვინაიდან შუადერეფანი კიდევ ერთხელ გვაძლევს უნიკალურ საშუალებას. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება მოხდეს ის შეთანხმებები, რომელიც შეცვლის შუადერეფნის დანიშნულებას. უფრო აქტიურს გახდის და უფრო გამოყენებას გახდის როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი რეგიონის ქვეყნებისთვის. შუადერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და ინიციატივაა და საქართველოს მის შუაგულში მდებარეობს. თელმა კავკასიამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან დაინტერესებულია ჩაერთოს ყველა პროცესში, ყველა განხილვასა და პროექტის კვლევით ეტაპში. იმისთვის, რომ შევაფასოთ თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ შუადერეფანი რეალური და სიცოცხლისუნარიანი გზა ევროპის და აზიის დასაკავშირებლად. უდავო ფაქტია, რომ საქართველო ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ახლოს ვართ, ბევრი კუთხით ვართ დაკავშირებულები, მაგრამ მეტი გვინდა მეტი საბორნე მიმოსვლა. მეტი კაბელები, რომლებიც ორ ქვეყანას დააკავშირებს, რადგან რამდენადაც გვესმის საქართველოს მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შავი ზღვა და შუადერეფანი მნიშვნელოვანია ბულგარეთისთვის. დაინტერესებულები ვართ ევროპისა და აზიის დაკავშირებით და ვერ ვხედავთ ამ პროცესში საქართველოსთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას. მზარდი ტვირთბრუნვის ფონზე პორტების შეზღუდული გამტარუნარიანობა და არასაკმარისი ლოგისტიკური ცენტრები. სწორედ ეს საკითხები სახელდება კერძო სექტორის მხრიდან ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რაც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას აფერხებს. პორტების მიმართულებით გამოწვევა ამ ეტაპისთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ გამტარუნარიანობა ფაქტობრივად მაქსიმუმზე არის მიღწეული და ჭირდება მას განვითარება. ამ ხრივ ფიქრობ სახელმწიფოს მხრივ ის ინიციატივა, რაც არის ანაკლიის პორტის განვითარება მნიშვნელოვანი იქნება და ვისურვებდი, რომ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს ეს პროექტი.
ლოჯისტიკურ ცენტრებს რაც შეეხება, ახლა ახსენე რომ დღესდღეობით არ არის ესე კომპლექსური ლოჯისტიკური ცენტრი, უფრო მეტად კონცენტრირებულია ჩვენთან, ჩვენს ტერიტორიაზე, უფრო სასაწყობო მეურნეობები და უფრო მარტივი ზოგადი სერვისებს თავაზობთ საერთაშორისო ტვირთებს და ტვირთის მფლობელებს. ლოჯისტიკური ცენტრის განვითარება დაეხმარება მოვიზიდოთ ტვირთები, ადგილზე მოხდეს მათი დამუშავება, გადახარისხება და სხვადასხვა მიმართულებებით გაგზავნა. ძირითადი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის ინფრასტრუქტურული, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა თავსებადი იყოს, ასე ვთქვათ, დიგიტალიზაციის მაღალი თავსებადობა იყოს მიღწეული, რადგან მიმდინარეობს მუშაობა, რა თქმა უნდა, ეს კორიდორი, რა თქმა უნდა, ასწრაფებულია. ორჯერ უფრო სწრაფად ვაკეთებთ ტვირთების გადაზიდვას, ვიდრე თქვათ რამოდენიმე წლის უკან, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება. იმას, რომ არსებული პორტები უკვე შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM ტერმინალშიც ადასტურებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ წელს პორტში რეკორდული მოცულობის ტვირთბრუნვა დაფიქსირდა. შესაბამისად, APM ტერმინალში კიდევ ერთხელ საუბრობენ ნავსადგურის გაფართოების საჭიროებაზე, რაზეც საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ეს წელი რეკორდული იქნება საქართველოში APM ტერმინალისთვის. ვარაუდობთ, რომ ტვირთბრუნვა 600,000 TEU-ზე მეტი იქნება, რაც პირველი წელი იქნება, როდესაც ამ დონეს მივაღწევთ. ეს ჩვენს სიმძლავრეს საკმაოდ უახლოვდება და ამიტომ მომავალი წლისა და შემდგომი პერიოდის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ სიმძლავრე. პორტის გაფართოებაზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გქონდა. ფოთის პორტი და ზოგადად საქართველოს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია შუა დერეფნისთვის და ქვეყნის შესაძლებლობების გამტარუნარიანობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კვლავაც მტკიცეთ გსურს გაფართოება და მოუთმენლად ველით ამ საუბრების გაგრძელებას და იმედი გვაქვს, რომ პასუხს მალე მივიღებთ მთავრობისაგან. რამდენად შეძლებს შუადერეფანი ტვირთების შენარჩუნებას მზარდი კონკურენციის ფონზე? ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დღის წესრიგში დადგა მომავალ წლებში ახალი სატრანსპორტო მარშრუტის, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის გააქტიურების შესაძლებლობა. ამ მიმართულებით კერძო სექტორისა და სპეციალისტების მოსაზრებები ორად იყოფა. შუადერეფანი აღარ არის ალტერნატივა, ის არის სტაბილური, სანდო, ეფექტიანი დერეფანი, რომელმაც დაამტკიცა თავისი მნიშვნელობაც და ეფექტურობაც ბოლო 2 წლის განმავლობაში. ზანგეზურს რაც შეეხება, ზოგადად გლობალური ვაჭრობა ვითარდება, იზრდება. კონკურენცია ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ფასები აისახება საბოლოო მომხმარებლის მიერ გადახდილ ღირებულებებში. შუადერეფნის მნიშვნელოვანება მე არ ველი რომ დაიკარგება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარება ყველა ჩართულ სახელმწიფოში, განხორციელდა და იგეგმება რომ განხორციელდეს უზარმაზარი ინვესტიციები. ახალი დერეფანი ზურის დერეფანი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება რაღაც საერთო ჯიბიდან ტვირთნაკადების გადანაწილება, ეს იქნება აბსოლუტურად კონკურენტი დერეფანი. აქ შეიძლება რამდენიმე ციფრის თქვათ, ამას კვლევა სჭირდება, რომ დაახლოებით 1,5 მილიონი ტონა ტვირთის დაკარგვის ალბათობაც კი არსებობს ჩვენი დერეფნიდან, რომ გადავიდეს ამ დერეფნით. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ნავსადგურებმა 12 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს. წლიურ ჭრილში ეს 1,4%-იანი ზრდაა. კლება ფიქსირდება რკინიგზის ტვირთბრუნვის მიმართულებით, რამაც წელს 9 თვეში 9,793,000 ტონა შეადგინა. ამ მიმართულებით კლება 5,8%-ია. თბილისის მშრალი პორტის დატვირთულობა მაღალია და მალე 100%-ს მიაღწევს, ამბობს ინტერმოდალური ლოგისტიკური ცენტრის გენერალური დირექტორი. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მაღალი დატვირთულობიდან გამომდინარე პორტმა უკვე დაიწყო გაფართოების მეორე ფაზაზე მუშაობა, რომლის განხორციელების შედეგადაც ლოგისტიკური ცენტრის ყოველწლიური გამტარუნარიანობა 100,000 კონტეინერიდან 200,000-მდე გაიზრდება. თბილისის მშრალმა პორტმა ოპერირება ამ წლის მაისში დაიწყო, მეორე ფაზის გახსნა მომავალ წელს არის დაგეგმილი. დღევანდელი მდგომარეობით პორტი ფაქტიურად გადატვირთულია, საკონტეინერო მოედანი სავსეა, დახურული საწყობით თითქმის სავსეა. გახსნის დღიდან დაწყებული ჩვენ დავიწყეთ გაფართოების კონცეფციაზე მუშაობა. დღეს უკვე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს მეორე ფაზისთვის, რომლის გახსნასაც მომავალ წელს ვგეგმავთ. მეორე ფაზის გახსნის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, რომ წლიურად 200,000-მდე TEU კონტეინერი გავატაროთ. დაგვემატება მეორე საკმაოდ დიდი დახურული
არის საწყობი, გაფართოვდება კიდევ საკონტეინერო მოედანი და ვფიქრობთ, რომ ჩვენს სიტყვას ვიტყვით როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის და უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შუა დერეფნის განვითარებაში. დღეისთვის 100,000-მდე კონტეინერის დამუშავების შესაძლებლობა აქვს პორტს წლიურად. 100%-იან დატვირთვაზე ჯერ არ ვართ, მაგრამ ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით ძალიან მალე მივახცევთ 100%-იან დატვირთვას, ამიტომაც დავიწყეთ უკვე მეორე ფაზის კონცეფციაზეც და განვითარებაზეც მუშაობა. შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია ტრადიციულად ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის მხარდაჭერით შედგა. ამ კონფერენციის ფარგლებში ისეთი გამოწვევები და შესაძლებლობები იყო განხილული, რაც დაკავშირებული არის შუადერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან. აქცენტები გაკეთდა კონკრეტულ პროექტებზე, რეფორმებზე, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას შავი ზღვის გავლით და განამტკიცებს ურთიერთკავშირებს. კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციის, კერძო სექტორის და სამოქალაქო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელი იღებდა. ჩვენ ის ისტორიული შანსი, რომელიც გვაქვს, ჩვენი ამ შემთხვევაში საქართველოს როგორც მედროშე ქვეყნის აზიის, ევროპასთან დაკავშირების ფორმატში, ეს შანსი არ უნდა გაუშვათ, ვინაიდან შუადერეფანი კიდევ ერთხელ გვაძლევს უნიკალურ საშუალებას და მე ვიტყოდი, რომ აი ეს არის ყველაზე მთავარი დღეს, რომ კარგად გავაცნობიეროთ, რომ ესეთი შანსი ჩვენ ქვეყანას მომავალში შეიძლება აღარ გქონდეს. ნახეთ, რომ ვიყოთ მედროშე ქვეყანა, სწორედ ევროპასთან მიმართებაში და სწორედ აი ამ განზომილების, აი ამ ფორმატის თანამშრომლობის ამ ასპექტებში ძალიან გვჭირდება ცენტრალური აზიის ქვეყნები, გვჭირდება სომხეთი, აზერბაიჯანი და რა თქმა უნდა ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა დღევანდელ შავი ზღვის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შუადერეფანს ეძღვნება. შუადერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და ინიციატივაა და საქართველოს მის შუაგულში მდებარეობს. თელმა კავკასიამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან დაინტერესებულია ჩაერთოს ყველა პროცესში, ყველა განხილვასა და პროექტის კვლევით ეტაპში. იმისთვის, რომ შევაფასოთ თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ შუადერეფანი რეალური და სიცოცხლისუნარიანი გზა ევროპის და აზიის დასაკავშირებლად. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელს BMG-ის კითხვაზე პასუხისას ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, როგორი არის EBRD-ის ურთიერთობაზე და დაკრედიტების პროცესზე გავლენა, საკმაოდ მოკლე პასუხი ჰქონდა და თქვა, რომ გეგმავენ საქართველოს კერძო სექტორს 300 მილიონი ევროთი დაეხმარონ. ჩვენ უკვე აქტიურად მუშაობთ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც შუადერეფნის ნაწილს შეადგენენ, ცენტრალური აზიიდან კავკასიის ჩათვლით. თუ საქართველოზე ვისაუბრებთ, ჩვენ უკვე ჩადებული გვაქვს ინვესტიციების სარკინიგზო და საგზაო პროექტებში. ძალიან ვართ მოწოდებული, რომ კვლავაც დაუჭიროთ მხარი საქართველოს კერძო სექტორსა და ქვეყნის განვითარებას. მაგალითად, წელს საქართველოში სხვადასხვა სექტორში, ბანკებში, მცირე და საშუალო საწარმოში 300 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ. ასე რომ საკმაოდ აქტიურები ვართ. ამ ეტაპზე ყურადღებას არსებული პროექტების განვითარებასა და მონიტორინგზე ვამახვილებთ. გვაქვს პრიორიტეტები და შესაბამისად ვაკვირდებით, სად და რას გავაკეთებთ. ასე რომ გავაგრძელებთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტების კვლევასა და განვითარებას. ევროპული პერსპექტივასთან დაკავშირებული მედიის კითხვების პასუხისას ვესელინ ვალკანოვი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობა არსებობს, თუმცა ბულგარეთი ამ პარტნიორობის გაზრდას ისურვებდა. ელჩის ინფორმაციით, ბრიუსელში საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნებასთან დაკავშირებით განხილვა იქნება. თუმცა, როგორც ვალკანოვი ამბობს, ამ მხრივ კონკრეტული მოლოდინები არ აქვს. უდავო ფაქტია, რომ საქართველო ბულგარეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ახლოს ვართ, ბევრი კუთხით ვართ დაკავშირებულები, მაგრამ მეტი გვინდა. გვინდა მეტი საბორნე მიმოსვლა, მეტი კაბელები, რომლებიც ორ ქვეყანას დააკავშირებს, რადგან რამდენადაც გვესმის, საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შავი ზღვა და შუადერეფანი მნიშვნელოვანია ბულგარეთისთვის. დაინტერესებულები ვართ ევროპისა და აზიის დაკავშირებით და ვერ ვხედავთ ამ პროცესში საქართველოსთვის გვერდისავლის შესაძლებლობას. კითხვაზე რა გამოწვევები არსებობს საქართველოს და ბულგარეთის კიდევ უფრო დაახლოების პროცესში, ვალკანოვი აღნიშნავს, რომ არის როგორც გლობალური გამოწვევები, ასევე პრობლემები ადგილობრივ დონეზე. გამოწვევა ბევრია.
არსებობს დიდი და პატარა, მაგრამ ძალიან ჯიუტი გამოწვევები. დიდი გამოწვევები უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან არის დაკავშირებული. უკრაინაში ომი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. თუმცა არსებობს პატარა გამოწვევებიც, რომლებსაც ჯიუტს ვუწოდებ, რადგან ისინი არ ქრება. ისინი ადმინისტრაციულ საკითხებს, ბიუროკრატიას, გაციფრულებას უკავშირდება. ასე რომ ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს და უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დერეფანი თავისი ეფექტურობის ნაწილს დაკარგავს. მხოლოდ იმის თქვა შემიძლია, რომ ვისურვებდი ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო, რადგან ეს ჯანსაღი არ არის არც საქართველოსთვის და არც ევროკავშირისთვის. ვიმედოვნებ ორივე მხარე იპოვნის გზას და უბრუნდეს ნორმალურ ურთიერთობას. ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ბიზნესი სენსიტიურად აღიქვამს, ამბობს ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი და მიუთითებს, რომ საქართველოს ევროპული გზა არც ერთ მთავრობას არ აურჩევია. ეს ქართულმა ხალხმა აირჩია. არც ერთ მთავრობას მით უმეტეს დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ ეს გზა შეაჩეროს. ეს არის ქართული ხალხის არჩევანი, ამბობს ჭუმბურიძე. ბიზნესი არის ცოცხალი ორგანიზმი, ბიზნესი ძალიან სენსიტიურად, ძალიან გზნობიარად აღიქვამს ყველა იმ, მე ვიტყოდი, პოლიტიკურ, ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც ფაქტიურად ქვეყანაში გვაქვს, პოლიტიკური კრიზისი არის და რეალურად ეკონომიკური კრიზისის საწყისებიც ჩანს. ამიტომ მოდით, უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე. ევროპული გზის ალტერნატივა საქართველოს არ აქვს. ჩვენი პარტნიორების ინტერესი, მათ შორის აზიური პარტნიორების ინტერესი არის მხოლოდ ერთ მიმართულებით. ნახეთ, საქართველოს რომელიც ევროპის ნაწილი გახდება. სხვანაირად წარმოუდგენელია, ვერჩუა დერეფანი განვითარდება და სიმართლე გითხრათ, ჩვენც ვერ განვითარდებით. ამიტომ ალტერნატივა ევროპულ მიმართულებას პრაქტიკულად არ არის. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თეგეტა ტრაქ ენდ ბასთან 18 მეტრიანი ავტობუსების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის 20 მილიონი euros ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2026-2028 წლებში პატიმრების კვებისთვის 192 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. თბილისი კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის 27 ივნისიდან პირდაპირ ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. სკანდინავიის სიდიდით მეორე და ნორვეგიის ყველაზე დიდი ავიაკომპანია ნორვეგიან ქართულ ბაზარზე შემოდის და ფრენებს დანიის მიმართულებით იწყებს. ლუდის იმპორტი საქართველოში მიმდინარე წელს გაიზარდა. იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ ლუდის იმპორტზე 21 მილიონი 800 დოლარი გადაიხადა, ხოლო ქვეყანაში შემოსული პროდუქციის რაოდენობამ 18 მილიონი 800 litrს მიაღწია. 2024 წლის 10 თვის პერიოდში იმპორტის ღირებულება 14 მილიონი 900 დოლარი, მოცულობა კი 13 მილიონი 400 ლიტრი იყო. CES-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თევზის შესაბოლი საწარმოების, თევზის და ხიზილალის მწარმოებლები, სატყურე მეურნეობები და სარეალიზაციო ობიექტები შემოწმდა. ზედამხედველობა 200-მდე ობიექტში განხორციელდა. საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს მოთხოვნა სარეგისტრაციო მონაცემების განახლების თაობაზე დააკმაყოფილა. რეესტრში კომპანიის განახლებული ამონაწილე უკვე ატვირთულია. Eagle Hills-მა 18 ნოემბერს საჯარო რეესტრს კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ მიმართა. წარდგენილი ცვლილებებით აღნიშნული იყო კომპანიის კაპიტალის ცვლილება და ADB კლასის წილების გამოშვება. თუმცა 19 ნოემბერს საჯარო რეესტრმა მიუთითა, რომ დოკუმენტით მოთხოვნილი ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და კომპანიას მისცა 30 დღიანი ვადა, რათა დოკუმენტაციები განახლებულიყო. კომპანიამ რეესტრის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დღეს შუადღეს განახლებული სადამფუძნებლო შეთანხმება საჯარო რეესტრს გაუგზავნა. Eagle Hills საქართველოს 28 აპრილს დაფუძნებული კომპანია. მისი მფლობელი და დამფუძნებელი Eagle Hills Development Holdings Limited-ია, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის არაბეთში რეგისტრირებულ Joanna Investment LLC-ს, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე მილიარდერი მოჰამედ ალაბარია. კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.
მთავრობა ხმარებიდან ამოღებული მანქანების ნარჩენების მართვის სისტემის შექმნას გეგმავს. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამ თემაზე ავტომობილის იმპორტიორებს შეხვდა. სოლომონ პავლეაშვილის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნარჩენების მართვის საკითხები და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება იყო. პავლეაშვილის განცხადებით უწყება გეგმავს, რომ ილვის ნარჩენის მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიღებამდე ყველა საკითხი ბიზნეს სექტორთან შეთანხმებული იყოს. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ახალი სისტემა რეალისტური და ეფექტიანი იყოს იმპორტიორებისათვის, აღნიშნავს პავლეაშვილი. მეორეული ავტომობილების ნარჩენების მართვის რეგლამენტი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ნაწილია. ეს ნარჩენების მართვის მოდელია, რომელიც მოიცავს მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე. ამ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ამ მოდელის დანერგვის მიზნით მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს დამტკიცდა 4 ტექნიკური რეგლამენტი, საიდანაც 2 საბურავების, ბატარეების და აკუმულატორების ნარჩენების მართვა შეეხებოდა და ეტაპობრივად უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის ივლისიდან. მიუხედავად ამისა, მთავრობას მეორეული ავტომობილების ნარჩენების შესახებ რეგლამენტი კვლავ არ დაუმტკიცებია და კერძო სექტორთან მოლაპარაკებების ახალი ციკლი დაიწყო. რაზე ისაუბრეს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ავტობიზნესის წარმომადგენლებმა დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე. ამასთან დაკავშირებით კითხვა იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელთან დავსვით. ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ რეგლამენტის 4 წლის წინ შემუშავების ფონზე ბიზნესს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რას წარმოადგენს ის. ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მსგავსი რეგულაციისათვის ფეხის ასაწყობად კერძო სექტორს გარკვეული დრო დასჭირდება. ნონიაძის თქმით, სამინისტროს ძველი მიდგომისგან განსხვავებით, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მთავრობას აქვს მზადყოფნა ბიზნესის პოზიცია გაითვალისწინოს. 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი საქართველოში გასული წლის 1 იანვრიდან აკრძალულია. კანონის მიღების მიზეზად მთავრობა მაშინ ჰაერის დაბინძურების მაღალ ხარისხს ასახელებდა. საქართველოს მწვანეები დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელის თქმით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში მეორეული ავტომობილების ნარჩენების რეგლამენტის სამუშაოება აგვიანებს. არადა ამ ნაწილში ვალდებულებების ამოქმედება ზუსტ სურათს მოგცემდა ქვეყანაში არსებული ავტოპარკის მოცულობის შესახებაც. როგორც ჩხობაძე ამბობს, პროცესში მთავარი გამოწვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღრიცხვიდან დაშლილი ავტომობილების მოხსნა იქნება. ამ რეგულაციის შემოღების დროს იმდენად პრობლემა არ არის, სად უნდა დავასაწყობო და როგორ უნდა გადავამუშავოთ. რამდენადაც პრობლემა არის მანქანის, ესე ვთქვათ, დაშლის შემთხვევაში, როგორ უნდა მოიხსნას შინაგან საქმეთა სამინისტროს აღრიცხვიდან. ძალიან ბევრი ნორმატიული სისტემური გადაკეთება მოგვიწევს ამ საკითხებს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ადამიანისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩამოწერაც კი მანქანის, როცა მას უკვე აღრაფავს მანქანა, ესე იგი თუ პრობლემა არის უკვე რეგისტრაციასთან მიმართებაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ ესეთი რეგულაცია, ეს წარმოების გაფართოებული ვალდებულების ეს დებულება იმისთვის იყო შემოღებული, რომ ეს სისტემები უფრო სწრაფად ამუშავებულიყო და ამდენი რეგისტრირებული მანქანა აღარ ყოფილიყო, რომელიც უკვე ფაქტიურად აღარ დადის, აღარ ყოფილიყო აღრიცხვაზე. 2026 წლის 1 იანვრიდან მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების ადვილად და ალებადი ფეთქებადი ან ამტვრებადი მასალის განთავსების ან და რეალიზაციის ახალი წესი შევაძალაში, რომელიც თბილისის კონკრეტულ არეალებში ამ პროდუქციის რეალიზაციის ახალ სტანდარტს ადგენს და მისი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმაც ახალი სტანდარტით 5-ჯერ უფრო მაღალი იქნება. რაც სულის 2019 წლიდან ამ დრომდე არაერთხელ გადავადებული რეგულაციის ძალაში შესვლა და ისე რა გავლენას იქონიებს. ანუკა ჯოხაძის სიუჟეტი ვნახოთ ამ თემაზე. 2026 წლის 1 იანვრიდან დედაქალაქში მარტივად აალებადი პროდუქციის, მათ შორის მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების რეალიზაცია იზღუდება. დარღვევის შემთხვევაში მოვაჭრეებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რომელიც კანონში შესული ცვლილებებით 5 მაგდება და 30,000 ლარამდე იქნება. ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6,000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევებისთვის გაიზრდება 2,500-დან 30,000 ლარამდე. აკრძალვა ეხება საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში მდებარე ობიექტებს.
სამრეწველო და საზოგადოებრივ საქმიან ზონებს კი რაც შეეხება. ამ შემთხვევაში მოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაციის საშუალება ექნებათ, თუმცა კონკრეტული წესების დაცვით. რეგულაციით მოთხოვნილია, რომ დასაშვებ არეალებში უზრუნველყოფილი იქნება ამტვერებადი მასალების დახურულ შენობებში განთავსება რეალიზება. ფეთქებადი და ადვილად აალებადი მასალების განთავსება რეალიზების შემთხვევაში შენობებიდან გასასვლელი საშუალებები, სანიტარული პირობები, სათანადო განათება და განიავება. შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე მეხანძრე მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებისას. ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, სადაც მარტივად აალებადი პროდუქციის რეალიზაცია ღია სივრცეებიდან ხდება თბილისის გენერალური გეგმით საზოგადოებრივი საქმიანი ზონა. შესაბამისად, ამ პროდუქციის რეალიზაცია მითითებულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით დასაშვებია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული წესების დაცვა მოხდება. ამავე ტერიტორიასთანაა საცხოვრებელი ზონაც, რომელზეც აკრძალვა ვრცელდება. მოვაჭრების ინფორმაციით, პროდუქციის სარეალიზაციოდ აუცილებელი ფართების მოძიება რთულია, რაც მცირე მეწარმეებს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. გაქვთ თუ არა ინფორმაცია და ეფექტზე მინდა გკითხოთ. მათ შორის რა ეფექტი შეიძლება გქონდეს? ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ სად მეყავს ხალხი ის მაინტერესებს კარგად. 1000 ხალხი მუშაობს, სათუნზე იყვანო. შეერთდოდნენ ყველა. მე ოჯახი ვიგას კიდევ უკან ყველას რა. ეგ აქ არის პატარა დიდი ჯიხურება, შიგიდროში ხო ყოველ მეტროში იმდენი ჯიხურია, იმდენი კაცი მუშაობს, ცოდები არ არიან. თვითონ ინსპექცია არ ყოფილა გამოსავალზე, არ ულაპარაკია თქვენ? არ მოსულა და არავის არაფერი გამიგია. აი მარტო აქ გზაზე იქნება მინიმუმ 1-200 კაცი დასაქმებული. გზის პირას აქ რაც არის. იქ ხოვით რო ჩახვიდე იმდენია. ვერ რაშველება, მაგას რატო არის ძახი? თბილისის მერია აღნიშნული რეგულაციის ამოქმედებას 2019 წლიდან გეგმავს, თუმცა COVID პანდემიის გამო მისი ძალაში შესვლა გადავადდა. რეგულაცია, რომლის მისაღებადაც 6 წელია ემზადებიან, თბილისის ვიცემერის განცხადებით აღარ გადავადდება და მაღაზიებს, რომლებიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, პროფილის შეცვლა მოუწევთ. რამოდენიმეჯერ მოხდა აღნიშნული კანონის გადავადება, თუმცა ჩვენ 1 იანვრიდან აღარ ვაპირებთ ამის გადავადებას და შესაბამისად ყველა იმ აღნიშნულ სუბიექტს, რომელიც დღეს სარგებლობს ამ ასე ვთქვათ ბიზნესით, მოუწევს გათვალისწინება იმ რეგულაციების, რა რეგულაციებიც არის ჩვენს მიერ დასახული. ელიავას ბაზრობა გააგრძელებს ფუნქციონირებას. თუმცა იმ კომპონენტში თუ რომელიმე კომპონენტია ვერ დაექვემდებარება და კონკრეტულად აალებად მასალებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ პროფილის შეცვლა. რეგულაციების შესაბამისად თუ რაიმე ცვლილება მოხდება და მოექცევა რეგულაციების ფარგლებში, რა თქმა უნდა, აქ არანაირი პრობლემა არ იქნება. თბილისში საფრთხის შემცველი პროდუქციით ვაჭრობა უსისტემოდ ხდება, ამბობს საქართველოს მწვანეები დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე. პრობლემის გადაჭრის გზას ჯარიმების გაზრდაში ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რეალიზატორების სერტიფიცირების მექანიზმის შემოღებაა საჭირო, რათა მოვაჭრეებმა რეალიზაციის სტანდარტები ზუსტად იცოდნენ. ზოგადად ქავთარაძეზე არის ესეთი არეალი გარკვეული, ასეთი არეალი კვაკილოში. მარტო საჯარიმო სანქციების გაზრდა არაფერს არ გვაძლევს, იმიტომ რომ პირიქით ეს ნიშნავს, რომ არასოდეს არ ავამოქმედებთ კანონს, არასოდეს არ გავაკეთებთ იმ რეგულაციებს, რაც არის საჭირო. იმ მეწარმეს, რომელთა ამით არის დაკავებული, მას უნდა კონდეს შესაბამისი სერტიფიკატი, მას უნდა კონდეს შესაბამისი სისტემა, მოწყობილი თავის კონკრეტულ წერტილზე და მაგ შემთხვევაში ეს აღარ იქნება პრობლემატური არც ერთი მეწარმისთვის. მარტო აკრძალვა არ შველის, ამას სჭირდება ძალიან სისტემური მიდგომა. მუნიციპალურ ინსპექციაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. წერილობით პასუხში კი მიუთითებენ, რომ წესის ამოქმედებამდე რეგულაციას დაქვემდებარებული ტერიტორიების და მეწარმე სუბიექტების სრული ინვენტარიზაცია განხორციელდა. უწყებაში განმარტავენ, რომ რეგულაციები 14 მსხვილი არეალის მესაკუთრეს და 1500-ზე მეტ საშუალო ზომის სუბიექტს პირადად გააცნეს და გაფრთხილების წერილებიც ჩააბარეს. რა ეკონომიკური ეფექტი ექნება რეგულაციას უშუალოდ მცირე მეწარმეებზე და სარეალიზაციო ობიექტებზე, ეს 1 იანვრიდან გამოჩნდება, როცა მათ ან ახალ წესებზე მორგება, ან სამუშაო პროფილის შეცვლა მოუწევთ. მანქანის საბურავების გლობალური ბაზარი სწრაფად იზრდება. 2024 წელს მისი მოცულობა თითქმის 354 მილიარდ დოლარს შეადგენდა და პროგნოზებით 2022 წელს 653 მილიარდს მიაღწევს. ზრდის მთავარ მიზეზად ექსპერტები ავტომობილების გაყიდვების სტაბილურ ზრდას და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში მსუბუქი მანქანების მზარდ რაოდენობას ასახელებენ. წამყვან კომპანიებს შორის ლიდერები Bridgestone, Michelin, Continental, Pirelli და Goodyear არიან, რომლებიც ინოვაციებსა და მაღალ სტანდარტებს ადგენენ.
ყველა ის გლობალური ბრენდი უკვე წლები არაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი, დეტალებს კი მათ რაოდენობაზე, რასაც მსოფლიო მასშტაბით ამ დროისათვის მოვიხმართ სიუჟეტში მოგიყვებით. მანქანის საბურავების გლობალურმა ბაზარმა 2024 წელს თითქმის 354 მილიარდ დოლარს მიაღწია. პროგნოზებით 2025-34 წლებში საბურავების ბაზარი 6.3%-იანი საშუალო წლიური ტემპით განვითარდება და 2032 წლისთვის მისი მოცულობა 653 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ექსპერტების ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად ავტომობილების გაყიდვების მუდმივ მატებას ასახელებენ. ცნობილია, რომ საბურავების ბაზრის წილი განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში იზრდება, სადაც საშუალო ფენის გაფართოებამ მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა, რაც თავის მხრივ მსუბუქი მანქანების საბურავებზეც მოთხოვნას ზრდის. ამასთან ერთად სექტორის განვითარებაზე სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრებაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საბურავების ინდუსტრიის გიგანტებს შორის განსაკუთრებული ადგილი ისეთ ბრენდებს უჭირავთ, როგორებიცაა Bridgestone, Michelin, Continental, Pirelli და Goodyear. კომპანიები, რომლებიც გლობალური მობილობის განვითარებისა და ინოვაციების მთავარი მამოძრავებლები არიან. 5 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით და 30 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლით პირველ ადგილს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ცნობილი და მაღალტექნოლოგიური კომპანია Bridgestone იკავებს. კომპანია აწარმოებს, ანაწილებს და საბურავების საცალო რეალიზაციასაც ახორციელებს. მეორე პოზიციას 19 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით 27 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლით და 170-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებით Michelin იკავებს. კომპანია განსაკუთრებულად ცნობილი წარმოების დიდი მოდელითაა, რომელიც კონკრეტული რეგიონის პირობებზე და საგზაო რეალობაზე ადაპტირებული საბურავების წარმოებას ითვალისწინებს. ჯგუფს მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე დაახლოებით 70 საწარმო აქვს. მესამე პოზიციაზე წარმოდგენილი კონტინენტალი ინოვაციური ტექნოლოგიებითა და მომსახურების განვითარებით გამოირჩევა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 12 მილიარდ დოლარს, წლიური შემოსავალი კი 39 მილიარდ დოლარს აღწევს. ის ცნობილია უსაფრთხო ეკონომიური და ეგრეთ წოდებული ჭკვიანი საბურავების წარმოებით, რომლებიც როგორც ტრანსპორტში, ავტომობილებს და სპეციალურ ტექნიკაში, ისე მრეწველობაშიც გამოიყენება. შემდეგი იტალიური კომპანია Pirelli, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამ ეტაპზე თითქმის 6 მილიარდ დოლარს, ხოლო გასული წლის შემოსავალი 7 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და მთლიანად სამომხმარებლო ბაზარზეა ფოკუსირებული, მათ შორის ავტომობილების, ველოსიპედების და მოტოციკლების საბურავებზე. 5,2 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციით და 70 მილიონი დოლარის წლიური შემოსავლით Goodyear ასრულებს. კომპანიას 23 ქვეყანაში 57 საწარმო ობიექტი აქვს და მუდმივად ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვაზე მუშაობს, რომელიც ინდუსტრიაში მაღალ სტანდარტებს აყალიბებს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს წამყვანი 5 ბრენდი საქართველოს ბაზარზეც წარმოდგენილია. მაგალითად, საბურავების ნომერ პირველი მწარმოებლის Bridgestone-ის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი Tegeta Motors-ია. Michelin Group-ის CPL Trade. მესამე პოზიციაზე მყოფ Continental-ს ასევე Tegeta Motors-ი წარმოადგენს. Pirelli-ის საქართველოში შემომყვანი Ambolია, ხოლო 5 ივლისის დასასრულს Goodyear-ის ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენელი Geo Tires-ი. თბილისის მერის დაქვემდებარებაში არსებულმა თბილისის სატრანსპორტო კომპანია Tegeta Truck and Bus-თან 18 მეტრიანი ავტობუსების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისათვის 20 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. დედაქალაქის მთავრობამ ეს ავტობუსები ორ ტრანშად შეიძინა. თავდაპირველად 160 ერთეული ავტობუსის შესყიდვა მოხდა, შემდეგ კი დამატებით 140 ერთეულის. მთლიანობაში სახელმწიფომ ამ ავტობუსების შესყიდვისათვის 324 მილიონი ლარი გადაიხადა. ივნისში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 25 მილიონი ევროს ხელშეკრულება ავტობუსების საგარანტიო და ტექნიკურ მომსახურებაზე გააფორმა და შესაბამისად ამ ორივე კონტრაქტის ღირებულება, რაც 18 მეტრიან ავტობუსებს უკავშირდება, 45 მილიონ ევროს შეადგენს. ორივე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა მოქმედი. Tegeta Motors-ი ასევე არის BMC-ის 12 მეტრიანი CNG ავტობუსების ტექნიკური მომსახურების მიმწოდებელიც, რასთან დაკავშირებითაც გასული წლის დეკემბერში კომპანიასთან 12 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი 18 მეტრიანი ავტობუსების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისს ჯერ არ ემსახურება, რადგან ამისთვის აეროპორტის მიმდებარედ ავტობუსების ახალი დეპოს გახსნა აუცილებელი. თბილისის მერიაში არის მოლოდინი, რომ დეპოს სრულად აღჭურვა და მისი დასრულება 2 თვის ვადაში მოხდება. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2026-2028 წლებში პატიმრების კვებისთვის 192 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებული 8 ცალ საპატიმრო დაწესებულებაში 3 პენიტენციურ დაწესებულებებში კვების სერვისის მიწოდება, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 145 მილიონ 700.000 ლარია. ხოლო მეორეა ტენდერი დასავლეთ საქართველოში განთავსებული ნომერი 1, ნომერი 2, ნომერი 3
და ნომერი 14 პენიტენციურ დაწესებულების კვების სერვისის მიწოდების, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 46.600.000 ლარია. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით პრეტენდენტს 2023-2024 და 2025 წლებში უნდა ჰქონდეს მრავალფეროვანი კერძებით უზრუნველყოფილი კვების მომსახურების გაწევის გამოცდილება 5 მილიონი ლარის ოდენობით. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება თითოეული ციხის სასადილოში დაასაქმოს არანაკლებ 5 მსჯავრდებული, ხოლო ციხის საწყობში არანაკლებ 10 მსჯავრდებული. განსაზღვრულია, რომ მსჯავრდებულთა ანაზღაურება 800 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. გამოქვეყნებულ ტენდერს თან ახლავს მენიუც, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელმა პატიმრების კვება უნდა უზრუნველყოს. კომპანიებს ტენდერში საკუთარი წინადადებების წარდგენა 22 დეკემბრამდე შეეძლებათ. სკანდინავიის სიდიდით მეორე და ნორვეგიის ყველაზე დიდი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე შემოდის და ფრენებს დანიის მიმართულებით იწყებს. ავიაკომპანია Norwegian თბილისი კოპენჰაგენის მიმართულებით 2026 წლის 27 ივნისიდან პირდაპირ ავიარეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეისი არასდროს შესრულებულა. კოპენჰაგენთან პირდაპირი საჰაერო კავშირი მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ჰქონდა. თუმცა ვიზიარმა კოპენჰაგენი ქუთაისის მიმართულება გააუქმა, რის მიზეზადაც დაბალი მოთხოვნა დასახელდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით 2024 წელს დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლით 22384 მგზავრმა ისარგებლა. მთლიანად სკანდინავიიდან ქვეყანას 22552 ვიზიტორი ესტუმრა. ტურიზმის ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკით დანიიდან საქართველოში ვიზიტები მაღალი არ არის, თუმცა პანდემიამდე და მას შემდეგ ყოველწლიურად ის მზარდია. 2024 წელს საქართველოში დანიიდან 6211 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის ვიზიტებს 47.8%-ით აღემატებოდა. ასევე აჭარბებდა პანდემიამდელი 2019 წლის პიკურ 6088 ვიზიტს. 9 თვეში წელს დანიიდან 3856 ვიზიტია შესრულებული, რაც ნაკლები არის გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე, ანუ 4960 ვიზიტზე. კლება სავარაუდოდ ვიზიარის მიერ ფრენების გაუქმებამ განაპირობა. ხელოვნური ინტელექტის სამხურმა სტარტაპმა Firebird-მა ამერიკის მთავრობისაგან მიიღო თანხმობა NVIDIA-ის ჩიპების სომხეთში ექსპორტისათვის, რაც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის შექმნის გლობალური მცდელობის ნაწილია. უმსხვილესი რუსული საბანკო საფინანსო ჰოლდინგის Sberbank-ის განცხადებით წლის ბოლომდე კომპანია თანამშრომლების 20%-ს გაათავისუფლებს. Telegram-ის მიერ გავრცელებული კრიპტოვალუტა Toncoin-ი ამერიკულ კრიპტობირჟა Coinbase-ზე დაილისტა. საერთაშორისო კრიპტობირჟა Kraken-ს, რომელიც Binance-ის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია Wall Street-ზე, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დებიუტი სურს. Google-ის შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს აღწევს და მას ერთწლიან პერიოდში 65%-იანი ზრდა აქვს. პლანეტის უმსხვილესი კომპანია კიდევ ერთხელ გახდა ანალიტიკოსების მოლოდინის კიდევ უფრო განცვიფრების მიზეზი და პროგნოზირებულზე გაცილებით უკეთესი შედეგების დამსახურებით. ფინანსური ანგარიშის თანახმად, წინა კვარტალში NVIDIA 57 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს წლიურად 62%-ით ზრდას ნიშნავს და ანალიტიკოსების პროგნოზს 2 მილიარდით აჯობა. მოგების მაჯვენებელი, რომელიც 32 მილიარდს აღწევს და წლიურად 65%-იან ზრდას წარმოადგენს, საკმაოდ კარგი შედეგია. NVIDIA-ის წმინდა მოგების მარჟა 56%-ის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვანი პოზიცია და თითქმის 5 ტრილიონ დოლარიანი კომპანიისათვის საკმაოდ მაღალ შედეგს წარმოადგენს. შემოსავლების მთავარი განმაპირობებელი AI ბუმია და NVIDIA-ის მიერ წარმოებულ პროცესორებზე რეკორდული მოთხოვნა. როგორც კომპანიაში თქვეს, ერთადერთი პრობლემა ის აქვთ, რომ ისინი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო სისწრაფით პროდუქტების წარმოებას ვერ ახერხებენ. ამიტომ დამკვეთებს თვეობით ლოდინი უწევთ. Google-ის შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს აღწევს და ერთწლიან პერიოდში 65%-იანი ზრდა აქვს. Google-ისთვის განსაკუთრებით წარმატებული ბოლო 1 თვე იყო, როდესაც კომპანიამ 14%-იანი მატება დააფიქსირა. მისი ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. მათ შორის მთავარი მისი შემოსავლების და მოგების რეკორდული მატება. Google-ის მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნა იზრდება და სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Apple-ისთვის AI
ასისტენტს სწორედ Google-ი შექმნის. ამ სიახლეების ფონზე Warren Buffett-ის Berkshire-მა კომპანიაში თითქმის $5 მილიარდ ინვესტიცია ჩადო, რაც ინვესტორებისათვის განსაკუთრებით პოზიტიური გზავნილი აღმოჩნდა. საერთო ჯამში Google რჩება გლობალური საძიებო სისტემის ბრაუზინგის და მარკეტინგის ლიდერად. კომპანიას მკვეთრი ზრდა აქვს Google Cloud-ის მიმართულებითაც, რაც მისი აქციების შეფასებაზე დადებითად აისახება. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Adobe სტარტაპ SEMrush-ის $1 მილიარდ 900 მილიონ ყიდულობს. SEMrush-ის ძირითადი საქმიანობა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მარკეტინგული ხელსაწყოების შექმნა, რომელთაც კომპანიები და კრეატორები იყენებენ. ამ შემთხვევაში SEMrush-ის შეძენით Adobe-ს თავისი პროგრამების, მათ შორის Photoshop-ის გაძლიერება სურს, რომელიც AI-ის დახმარებით უფრო მეტად გამოსადეგი შეიძლება გახდეს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისათვის, რომელთაც მარკეტინგული სააგენტოების დაქირავების საშუალება არ აქვს და შიდა რესურსებით კონტენტის შექმნა სურთ. აღსანიშნავია ისიც, რომ $1 მილიარდ 900 მილიონი თითქმის 78%-იან პრემიუმს ნიშნავს და სტარტაპის ამჟამინდელ შეფასებასთან შედარებით მიუთითებს ეს იმაზე, რომ Adobe-ის ხელმძღვანელობა SEMrush-ის ინტელექტუალურ საკუთრებაში დიდი პოტენციალის დანახვის შედეგად იღებს ამ გადაწყვეტილებას. ამერიკული მედია საშუალებების მიხედვით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირის დასაწყისში დაამტკიცა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა უკრაინაში ომის დასასრულებლად. ტრამპის მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმა 28 პუნქტისგან შედგება და გავრცელებული ინფორმაციით მასზე ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, კირილ დმიტროევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირა ფარულად მუშაობენ. არსებული ინფორმაციით შტატებისა და რუსეთის დელეგაციების მიერ შემუშავებული წინადადებების მიხედვით კიევი დათმობს იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ და არმიას ნახევარზე მეტით შეამცირებს. შეერთებულ შტატებსა და რუსეთის დელეგაციების მიერ შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებების დამტკიცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა თქვა, რომ უკრაინა და ევროპა განხილვებში უნდა მონაწილეობდნენ. პენტაგონის მაღალი რანგის დელეგაცია უკრაინაშია. კიევში შტატების საელჩოს ინფორმაციის შტატების დელეგაცია ჯარის მდივნის დენ დრისკოლის ხელმძღვანელობით კიევში ფაქტების დამდგენი მისიით იმყოფება. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამოგელოდებათ, რომელსაც გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში დროებით.